მოვდივარ ხალხებო, მოვედი. მე პლუსით დავდივარ, პლუსტები მართვია. სახში ვარ და მაშრა მეცმევა. ეხლა, მოდი შენ ცოტა ხანი აქ მობრძანდი. ამ ყვავილებზე დაიწერა ერთი კომენტარი, რომ არც ვიცი, პირველად ვნახე ეგ სახელი და გვარი შოკოლადი მაქვს, ეს შოკოლადები ტერეზამ რომ მოგვართვა ის არის, არ ვიცი მინდა არ მინდა. ყავა მაქვს, წყალი მაქვს და მოვედი, დაიცადეთ. თან მიმდევრობით, გამარჯობა. პირველ რიგში ხალხო მოგესალმებით. მე არ შევსულვარ Facebook-ზე მოგეხსენებათ, არ ჩევდივარ და რა ვიცი მე და ჩემი კლასელის მეუღლე ახმეტიდან ხათო-ხათო რო ყავს, იმან მომწერა და მომილოცა ცეცხლის გარდამოსვლა და მე კიდე თქვენ გილოცავთ და დიდება უფალს. ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა, ხო და პირველ რიგში ეგ მინდოდა მეთქვა. ეხლა მოვედი და რა მოხვედიო რა, შენც ეხლა მოხვედიო და დიდი რამე აბლანძღული ვარ. იმიტომ რომ მთელი პომერიჯო არ წამოვწოლილ ვარ. პომერიჯო რას აქვია? სადილის მერე დაორბი ვარ წინ და უკან, აი ამას გადავყევი. ეხლავე გეტყვით და გაჩვენებთ რა არისო. ჯერ ყავა მინდა ერთი სულით რომ მოყლუპო. თან მიმდევრობით ნელა-ნელა. აი გუშინ კიდე ერთ კომენტარზე გუშინ წინა ვიდეოში რა მომდი რაღაცა იყო საპასუხო და დამასყოლით კი გუშინ მომაგონდა რაც იყო და ეხლა ისევ არ მახსოვს და იმედი ვიქონიოთ რომ წამომაბნელდება. ეხლა ხალხებო, რის თქმა მინდოდა. ადამიანი რო ისახარ. მიყე შალი მაქვს მოტან შალი რა, შარფია რაღაცა ცოტა გრილა, გარეთ ცხელა, თბილა, მაგრამ სახში თან რო არ დავისვენე, თან რო რავი დაღლილი ვარ, თან. რაღაცნაირად გამცინებს და ვფიქრობ რომ მოვისხა შარფი თქო. დილას გავჭენდი რამდენი ვირბი ჯერ წუხელ და აიც თან მიმდევრობით. აი ეს 5 როგორ უნდა ავაწყო, 1 საათია ვეწვალები საჩუქრებისთვის, რაღაცეები ვიყიდე, საჩუქრების ჩასადები, პარკი და ეს კიდე ასაწყობი ყუთებია. დაიცათ რასაც ვიყიდე, მაგასაც გეტყვი. ხო და წუხელ არ იყო, საღამო იყო, გუში საღამოთი. ახალი შემოსული ვიყავი სახში და ფიქრიამ გადმომიგზავნა ისა, გაუკეთებია პასკები. მე ვთხოვდა რეცეპტს. მე რა რეცეპტსა ვთხოვდა, როცა იცით როგორი პასკები გამოაცხო? ნამდვილი პანეტონეები, ნამდვილი პასკები. აი თბილისში რო 200 ევროები ღირს არ მგონია მაგეთი იყოს. ესე იგი ჯერ ხო, აი სიმაღლეები ხოა? კაი, ეგ სიმაღლე არის, მაგრამ აი ასე რო ვიდეოებიც ამაქვს. რო გადახდა როგორც პანეტონი ძალიან დიდი ნასურეტებიანი შიგნით და ეგეთი იყო. გემო არ ვიცი არ გამისინჯავს, მაგრამ არც ფიქრიას არ გაუსინჯავს მძიმე მარხვას ინახავს ეხლა, მაგრამ ვინც გასინჯა თავის მაქმარმა უთხრა კაიაო. ეხლა გითხრა. აი მე ყავა როგორ მინდა და ხო და რომ ჩამიგდო, მე კიდე ვაიმე როგორ მომინდა. რა საბობ და ნადვილია რეცეპტსაც ეხლა მეოთხარი რეცეპტს ხო ჩამიგდე, მაგრამ როგორ გააკეთე ყველაფერი ნაბიჯ მითხარით. კაი, ჩამიგდო ყველაფერი ისაც ინსტრუქციაც და ყველაფერიც, ხო და მე კიდევ კარგი გახდილი არა მქონდა. ინოჩეტეს შოვნი მაღაზიაში მივდივარ. რა კიდე მაღაზიაში რამე გვაკლიაო, მეოთხარი გვაკლია. გავქანდი, რაც ჩამომიწერა ყველაფერი საუკეთესო ქვილიო, კარაქიო, ესა რაც მეკლდა მოკლედ ცუკატები, ესა ისა რა ვირეებია და გავვარდი და ვიყიდე. ხო და მოვემზადე, ყველაფერი დავალაგე, რომ დილით როგორც კი ავდგები მეთქი, დავიწყებ ყველაფერი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს. დილას ავდექი და ერთი სხვა კომენტარიც იყო რომ ნანაო შაქრით უნდა გააკეთო, იმიტომ რომ შაქარი ამოიყვანსო დანარჩენი, ნაკლები ჭამეო ცეცხლი და არა მასე არ დამიწერა, მაგრამ შაქარი უნდა, კაი თქო. ხო და მოკლედ
დილას რავდექი, დავიწყე იქიდან და მთავარი ისაა, რომ ფიქრია მითხრა, რომ დანაო ზელვა უნდა ზელვა დიდი ხანდა. ზელვა ხელით კი არაო. მიქსერს აქო ფიქრიას კომბაინიც აქვს და საზელიც და ყველა პლანეტარიუმი და ყველაფერი, მაგრამ მიქსერით გავაკეთეო. ხო და მიქსერს აქო ცომის საზელი ფეხებიო. ძველი მიქსერი რომელიც ამაქვს და რომელსაც გაგდებული მაქვს და ვიყენებ და კარგია რა. იმის მოძებნე და ეთყობა გადავყარი არ მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ ახალი მიქსერი 5-ით მაქვს. მქონდა. ხო და იმას კაი ფეხები ქონდა. და ეს ყველაფერი რო ჯერ კვერცხი კარგად გოგლი მოგლი რო უნდა ამოიყვანო, მერე რო ისაქნა, მერე ცომი რო კარგად უნდა ზილო, მერე რო უნდა ამოფუდ, როგორც მითხრა და მასწავლა და დამიწერა და მომწერა, ყველაფერი გავაკეთე. ახლა დილას წამომაბრნელ და წუხელ გავარდი ჯერ 2 ყალიბი ვიყიდე რკინისე, ნუ აი ეს შავები რო არის რა, რა ქვია იმას. ტეფალი არა და რავი რაც არის, ხო იცით რო არ იყროს, ეყალიბები ვიყიდე 2, სხვადასხვა ზომის. რამდენი მაქვს, ოთხკუთხედი, მრგვალი, დაბალი, მაღალი, ყველანაირი მაქვს, მაგრამ მაინც კიდე ვიყიდე. არა, ეჭვიმე პარება, იმიტომ რომ ფიქრია მეუბნება, რომ ყირამალა უნდა დააკიდოვო, რომ გაცივდესო ყირამალაო. და ეხლა ბაბო, ყირამალა ვერ დავკიდებ რკინისას, იმიტომ რომ უნდა გაუყარო ისინი შპაგები, ხო და მოკლედ ბევრი რამ ვილაპარაკო. ტყუილა ვიყიდე ის ყალიბები. დილას გავედი ტერეზას უთხარი, ხო არა გაქვთ მეთქი? არაო, სად ვიყიდო მეთქი? წადი ვაგეო პანდაშიო, ჩინელები, იქაო, ყველაფერი აქცო და რაღა ეგარ იქნებაო. და თუ გინდა ახალ ქმარსაც იპოვიო. ვაიმე მე ვთხარ, ეხლა მე წავალ, სუსირბილით ვიარე. როგორ დარბოდა ჩემი მუხლი და ფეხი დღეს ვერ გეტყვით, ხო და ესა. მე ვთხარ, ეხლა წავალ იქა მეთქი. თან უკვე გვიან იყო, არც ადილი არ მქონდა გაკეთებოდა. თუ ვერ ვიპოვეთ, ვაი თქვენ დღეს მოვალ უკან თქო. ვნახე, მაგრამ იყო დაბალი. ყალიბი იყო ქაღალდის, გასანთლული ქაღალდის ყალიბი, მაგრამ არა უჭირს ვიფიქრე, მაინც ვიყიდე და იმით საცხობი ქაღალდით ამოუყვანე კედლები. ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ მელაპარაკა. ხო და გამოვაცხე ესა. ვაიმე და ძიმია დამეზარა 2 და 4 და რამდენი და ყველა მთლიანი ცომი ერთნაირად არა ფიქრია მომწერა დოზები 1 კილოზე და მე 1 კილო არ გავაკეთე 600 გრამი ქვილიდან ამაკ გარა გათვლა და მთლიანი ჩავდე და მე მგონი კილოზე კარგად ბევრი ესე იგი 600 გრამი თუ ქვილი იყო 200 გრამი კარაქი იყო კვერცხებიც 1-200 გრამამდე კვერცხი იქნებოდა შაქარი 200 ვაი მე კილო ნახევარზე ავიდა მგონი ეს პასკა. ეხლა ჯერ ესე გაჩვენებთ და მერე გავჭრი და ნაჭერსაც გაჩვენებ. არც ჩანს, როგორ ჩანს. ჩავალბე ქიშმიში კონიაკში, კარგახანი. მერე ამოვწურე, ამოვგანგლებ ქვილში და საიდან გავჭრა და რომელი მხრიდან ჩამოვაჭრათ და ესა. აი როგორ ჭრება, ისეთი კარგია, ხრაშუნა გარედან. ხო და მოკლედ და კონკრეტულად გავაკეთე. აბატო. აი ეგეთია. არც ეხა წაიქცევა. ხო და იმის თქმა მინდა რომ ვები ტყუილად ვაყალებ მე ახლა წაბექცევა. აი. ნოტიოა გულში მაიცა ისევ ეგრე მოვაბრუნოთ საიდანაც იდგა საკმაოდ ნოტიო არის ისა მეც აი შოკოლადს ქაღალდით დავაკეთე ძიმია გამომშრალი ფუშფუშა არ არის ფიქრიას იყო უფრო ხვაწეული აი ესეთი ამ სიმაღლე თუ უფრო მაღალი და უფრო დიდი ფორები ქონდა, მაგრამ ესეც შიგნან რა დააცდია ჩემ ქმარს, როგორც ადგა და დაინახა, ვეუბნები თბილია, არ უნდა არა გაჭირი, ვნახოთ, აბა ნახა და თლა პანეტონე არ არისო, მაგრამ ძალიან კარგიაო, იმიტომ რომ გულში აქვს იმდენი ცუკატები, ფორთოხლის ესენცია, რა ქვია, ბლების ცუკატები, ბლებია თვალულებია, რა ვიცი, ბლებია მგონი. ქიშმიში, ხო და
გემრიელი მე პატარა გავსინჯე, იმიტომ რომ გეგმა მაქვს რომ ხვალე მივირთმე ერთ ნაჭერს, თქო. ეხლა კვერცხები შევღებე. თქვენი იმედად ვიყო მე რა, როდისღა დამიწერეთ რომ ისაო, პარასკევს უნდა შეღებო. პარასკევს შევღებე. ეს არის მარტო ხახვის ფოჩი და ერთი აი პატარა, ამაზე პატარა ჭარხალი გავხეხე და ის ჩავამატე. მეტი არაფერი არ აქვს, ხო და? 3 შევღებე პარასკევს და დღეს შევღებე კიდევ 5. ერთი გაიგზარა. საერთოდ ხო უნდა დაკენტდეს ხოლმე, უნდა დაკენტდა. ხო და ასე რომ გუში პარასკევი იყო, მივირთვი ჩურჩხელა, ლელას გამოგზავნი. ჭარხალი დავაყენე მოკლედ წესები, ჭინჭარი ამასად მეპოვნა, ჭინჭარი ვერა. ეხლა ხვალე რა არის ხალხო წესი? პასკა, კვერცხი და ღორის ხორცი, ვიჩინა. მაგერსაც დავაყენებ. წესებს. ხო და მოკლედ აგეთ ქალი ვარ. აშკარად გავაუმჯობესე. მაგრამ ეხლა კიდე ჩემი ვიმატრა კვეთზე, თორემ გამოვიდო და უფრო კარგი. ცოტა ქვილი მივაკელი, ფიქრე ამ მითხრა ნელა დაუმატეო. შეიძლება სულ არ დაჭირდესო. ხო და ქვილი მივაკელი ცოტა. და კარაქი მეტი მივეცი. ბევრი. ძალიან. ხო და მაგიტომ გამოვიდა უფრო რომ მე ვფიქრობ რა, იმიტომ უფრო დამძიმდა. არა უშავრა. ეხლა გადავწყვიტე ამ რეცეპტს ოღონდ რაც შეცდომა დაუშვი, იმას აღარ გავიმეორებ და გავაკეთებ კვირაცხოვლობას. კვირაცხოვლობასაც ხო ჩვეულებრივ აღნიშნავთ ხოლმე ისევ ყავთქომას. ხო და მომდევნო კვირას დამელოდეთ კიდე უნდა ვიმაიმუნო. კიდე უნდა ვივაშკაცო. ხო და ეგრე. ხო, ეხლა დაიწერა ერთი კომენტარი მეთქე, რომ შევხედე ეხლა ეს გამახსნა. ეგ ყვავილებიო, აი ხელოვნური ყვავილებიო, არ სადაც არანაირად არც ეგვაზაო და არც ყვავილებიო, არაფრად არ უხდებაო, არც მანდ, არც სხვაგან სადმე გადადგიო. ჯერ დავიწყოთ, ხო მე დააწერა რომ მე კი ვინა მკითხავსო. ხო და შეკაიქალო შენა და ადამიანო. არა მწყენი არაფერი, მაგრამ რახან შენ დაწერებიც გიპასუხე. თუ კი იცი, თუ ჩემი მაყურებელი ხარ, არ ვიცი, იმიტომ რომ კიდევ მეორე არა პირველად ვნახე კომენტარი, თუ სხვა კომენტარებიც იყო, YouTube-ის ბრალია ხალხო, ჩვენი ბრალი არ არის, რომ კომენტარები ზოგი მოდის, ზოგი არა. ხო და ცოტა შემგრილ დასავით, ვაიმე რაღაცა ფერი დამეკარგა ამ შარფით. წვანე სადა ხარ. ხო და ხალხებო ვაიმე კლავებზე კაცო, კლავებზე შემდრინდა კლავებზე ადამიანო. ხო და თუ კი იცი რომ არ არის შენი საქმე და არავინ არ გეკითხება თქვენ მე მიხარია მე მომწონს მე მიყვარს ის ადამიანები ვინც ეს გამომიგზავნა და მაჩუქა და მე ეს ადამიანები რასაც მჩუქნიან ყველაფერი მიყვარს, ყველაფერი მიხარია და ყველაფერი ლამაზია. ესეც აი ეს პაწაწკუნაც, ეს კიდე მინოსია. აქ ბევრი რამეა, აი ესეც ნათიას და იმის გამოგზავნილია. აი იქ კიდე როდინდელია სანთელი, პალმა სანთელი, ლელას ნაჩუქარი ისევ იქ მიდგა. ეს ყვავილებიც ჩემი გოგოები რასაც მჩუქნიან, ყველაფერი შენახული მაქვს. ამ ზამთარს რამდენჯერმე გავიკეთე ლელას ნაჩუქარის საათი, ხალხო და ისე სიყვარულით ვიკეთებ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ.
ფიქრი ამ რო საათი მაჩუქა და საათები ხო იცით რომ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ ვიყიდი განაგავჩერდები მაგრამ ბევრი რომ მაქვს მაინც მიყვარს საათი ფიქრიას გამოგზავნსაც როგორც კი ახლა ის მოვახოლმე და ისა ან ვარდისფერი ან იისფერი რამე მაცვია მაშინ იმას ვიკეთებ ხოლმე ეს თქვენ ვერ ამხედავთ ვინც მაჩუქა ისინიც ვერ ამხედავენ იმიტომ რომ ყოველ წუთში ხო არ ვიღებ ვიდეოებს ხო მაგრამ მე ხო ყოველდღიურად ჩემ გულში და ჩემ როგორ ვთქვა ჩემთვის ვეფერები ამ ადამიანებს ის რომ ეს არ ხდება ის მე მომწონს მე იმისი არ იყოს მე მინდა მე მჭირდება ხო იცით თქვენ იპოლიტე ხუჭიას ამბავი ის რომ მითხრეს რომ შეცვალეო იქით აქეთო ეს მართლა უკეთესობა იყო მომო არაუში მაგასაც მე შევცვლი თუ გამოვასწორებ თუ რა ხო და მოკლდა კონკრეტულად არ შეწუხდეთ რა მე კიდე თან იცით რა რაღაცა არ ამგონია კარგი ტონი რომ ადამიანს თან სახლში მიხვიდეთ თქვენ ახლა ჩემ სახლში ხართ აქ და ახლა თქვენ მე მითხრათ რომ ეგ არ არის მანდ კარგად ეგ იქით გადაადგი ეგ გადმოადგი ეგ მე და ჩემი ქმარი შეიძლება რაღაცეებს ვა ახლა იდეა მოვიდა ჩემ ქმარს აი საათი რომელიც ვიოლინოს ფორმის საათი რომელიც შემოსასვლელისთვის ვიყიდეთ, ეხლა შემოსასვლელში ნეტა იცოდეთ რა დგა. კედლის ფერი ნაჩნიკი ვიპოვე, ძალიან ლამაზი მოვიტანე ხა და გაჩვენებ. ნაჩნიკია, უხდება, იქ მოუხდა და მარაოში ჩასმული, ჩარჩოში ჩასმული მარაო კიდე საერთოდ სხვა კედელთან ჩამოვკიდე. ცვლით რა. ეხლა კიდე იძახის რომ აქ რო საათი წამოვეღეთო იმასეო ვიტრინა აქ, რა ქვია, არ ვიცი, ვიტრინას ისა, გამოფენა კუთხეა. ის ეხლა მოდიო, იქ წავიღოთო, სადაც ვაზა დავდგით ჩინური და ეს ვაზა იქ დავდგათ. მოკლედ რაღაცებს შეიძლება ეგ იქ ვინცაც მე ხო არ მოვდივარ თქვენ სახლებში და კიდაც ვისახშიც კიდე შეხვიდეთ, არ უნდა უთხრათ, ეს იქ გადადგი, ეს აქ გადმოდგი. არ შეიძლება. იმიტომ რომ მე ცხოვრობ და მე მომწონს, მე უნდა მიხაროდეს. და თქვენ არა. არ არის აქ არც მუზეუმი, არც აი ახლა აი აქ ყრია ესენი, აი და ყველაფერი ყრია. იმიტომ რომ აქ არ არის მუზეუმი. ოდა ეგრე. ხო და ეგ მინდოდა მეთქვა რომ კომენტარზე იქვე ვერ გავეც პასუხი არა რო დამეწერა შეიძლება ცუდად გამოჩენილიყო და ცუდადაც არ განამეწყინა მაგრამ მაინც რაღაცნაირად არ მომეწონა. იმიტომ რომ ჩემთვის ყველაფერს აქ უდიდესი სიყვარულის დატვირთვა აქ ხალხებო. უდიდესი და ის ახლა შენ მოგწონს, არ მოგწონს, ნებისმიერს ვამბობ შენ იმას კი არ მივმართა. ნებისმიერს არ მოგწონს, რავი, ეხლა ხო იცით ეგ ყველაზე მარტივი რო არის რაც არ მოგწონს. ხო და ეხლა აი ისევ არ მახსოვს, მუხლზე დამიწერა ისევ. აი მე რა იყო? ხო, მომისმინეთ, ნეტა მიყურებდეს. ისაო, მენჯის გავიკეთეო, მენჯის სახსარის ისაო, პროთეზიო და 3 თვე გავიდაო და კუნთის დაჭიმულობა მაქვს. ქალბატონო, არ ინერვიულოთ, არც იფიქროთ, არც იდარდოთ. 3 თვე არაფერი არ არის. 3 თვე მე ჩულკი მეცვა ისა რეზინისა 3 თვე ჯოხით დავდიოდი 3 თვე არაფერი არ არის ან როგორ არანაირი პრეტენზია არ აქვს გქონდეთ კუნთებიც გაიშლება დაალაგდება ვარჯიშები აკეთეთ რა თქმა უნდა აი კუნთის აი ამ კუნთების ვარჯიშები დაწიქით და ფეხი განზე გაწიეთ შემოწიეთ მაღლა აწიეთ აი ეგეთი რაღაცა ვარჯიშები აკეთეთ უბრალოდ კუნთისთვის 3 თვეში მუხლზეც ვინც გაიკეთებთ აი 6 თვე რო გავიდა და 8 თვე რო გავიდა არა და ვეწუწუნებოდი ხოლმე იმ ქალს აი ორივე ვისაც აქ გაკეთებული აქა ის მეტყოდა ხოლმე ნანა რეებს ამბობ ჯერ 1 წელი არ არის გასული და რეებს ამბობ მადლობა თქვიო ხო და დრო ამას უნდა ეგ არ არის ცოტა ამბავი უცხო სხეული არის ჩვენს სხეულში უცხო სხეულს ჩვენი ორგანიზმი უნდა აი ჯერ რომ გაიგოს შეეგუოს და ისაქნას შეირგოს ძალიან დრო უნდა 3 თვეა ძალიან ცოტა დრო
არც კი ფიქრობთ, რომ რამე პრობლემები რო იქნება, რამე რო კარგად ვერიაროთ, რამე რო რაღაცა 6 თვე, 8 თვე წყნარად შვიდად დაელოდეთ. დრო უნდა ყველაფერს. კიდევ მეორე, მე ყველა კუნთი მქონდა დადუნებული. ყველა. არც ერთი კუნთი არ იჭერდა. აი დავდგავდი და თავის იბღრიცებოდა ფეხები კუნთებმა უნდა დაიჭიროს. ასე რომ ეგ არ ინერვიულოთ. კიდევ მეორე ვარჯიშები აი ცოტა ჩაცუცქვები, რასაც შეხედავთ რომ ვარჯიში მოწონს რა. არ დაიტანოთ ძალა, არ გააკეთოთ ვარჯიში, რომელიც გეტკინებათ. არა. ტკივილამდე, სანამდე გეტკინებათ, იქამდე გაწიეთ, გამოწიეთ ფეხი, იქამდე აწიეთ, მოხუნეთ თუ რა ვიცი როგორც არის. და სხვათა შორის ამბობენ, რომ თეძოს რეაბილიტაცია უფრო ადვილია. გაცილებით ადვილია თეძოს რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ერთი მხრიდან არის მარტო ძვალი. მუხლის შემთხვევაში ორივე ძვალი იხვრიტება ქვემოთაც, წვივის ძვალიც და ბარძაყის ძვალიც და ამ შემთხვევაში მარტო ერთი მხრიდან და რეაბილიტაცია საკმაოდ უფრო იოლია ვიდრე მუხლისაო. ყოველ შემთხვევაში მე გეუბნებით არ ინერვიულოთ, დრო უნდა ყველაფერს, კუნთიც გაიშლება, კიდევ მეორე შეიძლება შეხორცება წავიდა ცოტა ისე, ცოტა მასაჟები მიაშველეთ, რა ვიცი, აი ცოტა რამე რა. გაივლის. ხო და ვინც კიდე უნდა გაიკეთოთ, ხო ისა დაიწერა რომ დაგვიწერეთო, ერთმა დაიწერა რომ ჩემ ახლობელმა მესამეთ უნდა გაუკეთონო, ცუდად გაუკეთესო, ცუდი ზომა არ იყო, მაგისიო ესა ეგ ყველაფერი არის ზღაპრები. უბრალოდ ვინც ეხლა რო აპირებთ დედაჩემა უნდა გაიკეთოსო, იმას გეუბნებით. ექიმს რო ესაუბრებით, როცა გადაწყვეტავთ აირჩევთ ექიმს და ესაუბრებით, არა, კარგად გამოკითხეთ, რა ტიპისას გიკეთებენ, სადაურია პროთეზი, გერმანულია, ამერიკულია, სადაურია, რა მასალისაგან არის დამზადებული. მე მკითხა რომ უკვე ჰაერში უკვე რო გავრბოდი, 5 დღეში რო ოპერაცია უნდა მქონო და მაშინ მეკითხება მეტალზე ის ხო არა გაქვს ალერგია და არა მეთქი არც დავფიქრდი მე კიდე. არა და ისა, აი ეგეც გაითვალისწინეთ თუ საყურეს რო იკეთებთ, ბეჭედს რამეს ცუდს, აი უხარისხოს მეტალისას და ალერგიას გაძლევთ, აუცილებლად უთხარით ექიმს, იმიტომ რომ არის ახლა ბოლო გამოსვლა ის ტიტანის პროთეზები, რომელიც ალერგიას არ იძლევა და თუ რაიმე ალერგია გაქვთ მეტალზე, კიდევ მეორე აი ყურებს გატკენთ იაფიანი საყურე ან რაღაცა, აუცილებლად უთხარით ექიმს. აუცილებლად. თავი რომ დაისხვიოთ. ხო, ეგეც უნდა მეთქვა, კიდე რა უნდა მეთქვა? არ ვიცი კიდე რა უნდა მეთქვა. ხვალე არა ვართ სახლში მეთქი, ხო გითხარით მეთქვენ, რა ვიგითხარით, ვის ვთხარი, ვის არ ვთხარი, ეგეც აღარ მახსოვს. ხვა, იმიტომ რომ მესიჯობ. ნინოს ვემესიჯები, ფიქრას ვემესიჯები, ჩემიანებს ვემესიჯები, ჩემიანებს ოჯახის წევრებსა გულისხმობ. მერე იქ ჩემ ნათესავებს, ჩემ მამდას, დეიდაშვილებს, ხალხს რა მოკლედ და აღარ მახსოვს ხოლმე ვის რას აუპასუხობ. ერთი ბედნიერება ის არის, რომ ტყუილს არ ვამბობ არავისთან და არ მერევა არაფერი, შიში არა მაქვს, რომ სადმე იქ სხვა თქვი და იქ სხვა. არა მაქვს მაგი. აი ეგ არის კარგი, აი როცა ტყუილს ამბობ იქა, მერე აქა, მერე დაიბნევი, აგებნევა და გამოვა უბედურება. ხო და ხვალე გავდივართ. ეხა ადგა ჩემი ქმარი და წუწუნებს, მე როგორი დაბეგვილი ვარ, აი ისე არ იყოს ერთი ჩემი ახლობელია და ჩემი ქმარიო საღამო რომ მოვაო და დაიწყებს ვაიმე წელი როგორ ამტკივა, ვაი ხერხემა, ვაი თირკმელები და ვეტყვი ხოლმე კარგი ხო არაფერი აღარ მინდა გაშორდნენ სხვათა შორის. კარგი ხო არაფერი არ მინდა დაწყნარდი და დადექიო, არაფერი არ გტკიო. ხო და ჩემი ქმარიც ეგრე ადგა დღეს და წეყან რა და აი მე როგორი დაბეგვილი ვარ, ადექი ნანა, აბა ადექი, მე კიდე რა ადექი იმ დროს ვიყავი წაწოლილი, აი მას დავდევდი წინ და უკან ხან ღუმელში, მერე გამოვიღე ხან თავდაყირავ აციებდი, ხან ამოყირავებული და არ წამოვწონილი ვარ ნორმალურად. ხო და
ადექინან ადექიება ჩაიცვიდა ეხა უკვე რო თქვა რომ ვაიმე როგორ დაბეგვილი ვარ ჩაიცვი რომ გავისეირნოთ ისეთი კარგია ეს დღეები საღამოთი რომ გავდივართ გადმოვდივართ მანქანიდან ისეთი კარგი მზე ზღვა გადასარევია სეირნობა ხო და მეოთხე არ მინდა ინოჩენდი არ გინდა იყავი არა სერიოზულად ეხა ხუმრობა იქით იყოს მაგრამ ვიფიქრე ასაკი აქ ხალხო მე ვარ უკვე ასაკში და ჩემი ქმარი გაგიკვირდეს ახლა ხვალე იმ ხელებს დაგვაქვს გასავლელი 200 კილომეტრი აქედან თუ მეტი არ ვიცი მოკლედ იქ უნდა წავიდეთ დილით ადრე უნდა ავდგეთ იქ მთელი დღე იქ უნდა რესტორანში კი შევჭამთ ხო მაგრამ მაინც ხო იღლები არა იქაც ვისეირნებთ რამე და ვიფიქრე რომ არ გავიდეთ საღამოთი თუ არა მეოთხარი იყავი და დედაჯი წყნარად არ მინდა მეთქი ვითამაშეთ კარტი მომიგო მიმანგრია მიმაბუა ხო და ეხლა მეოთხარი წავალ და ვიდეო ჩავწერ აი თავი მაინც მოვიწოდო ცოტა მეოთხარი პურებს ვაცხობდი აქამდე პასკას რო ვაკეთებდი გამოდიოდა ტკბილი პური ეხლა ცოტა კაი გამოვკიო ეხლა კაიო გასინჯა ნანა ამაცალე თორე მართლა თავს შევიკავებო ნუ გემრიელი არის ეხლა კარგი პროდუქტებს რო ჩაათხრიწებ და გემრიელი არის ხო და ისა მეთხე წავალ ხა და ვიდეოს ჩავწერ მეთქი იმიტომ რომ რა ვიცი ხო და ხვალე რო წავალთ არა მე ამას წავიღებ სულ არა მაქვს ჯავრი მე რესტორანში კი უნდა ვისადილოთ მაგრამ სანამ ვისადილებთ რო ჩავალთ მივდივართ ხოლმე ჯერ რო ჩავალთ დაღლილი ხარ ხო წავალ შეხვალ ჯერ მოწესრიგდები ხოლმე ცოტას დავიბანთ ხელპი რამე შეხვალ იმაში ტოალეტში მე ჩავაწავალთ ხოლმე ბარში ყავას დავლებთ თუ რესტორანია დასაჯავშნი ზოგი არის რომ უნდა დაჯავშნო ზოგი არის რომ გეუბნებიან რომ მოდი და ადგილი იქნება და დაგხვათ ხო და მე შევდივართ ხოლმე ეკლესიაში მე გამოდივართ მე სადილია სადილის მე დავსეირნობთ აი თაწმინდასავით არის აღმართები ნუ არა უშუალოდ მაინც დავდივართ ხო და კარგი პეიზაჟებია ხედებია რამე და ერთი დღე ხო განიავდები რა ცოტას ხო და იმის თქმა მინდა რომ ჩავალთ და ცოტას მოწესრიგდებით და მოუგონდებით და საუზმე სალამდე იქნება სადილის სალამდე იქნება ამებს მე კვერცხებსაც ჩაურტყავთ ჩამირტყავს და მე ჩაურტყავ და ამასაც მივირთმევ რომ მე ჩემ აღდგომას დავიყენებ და ორშაბათს კიდე სასაფლაოზე გავალთ ხო და ეგრე ჩემო კარგებო ეგეთი ამბებია ყველას ძალიან დიდი მადლობა კომენტარებში დაიწერა რომ ლიკა დიდი მადლობა სანთელს დავანთებო შენ სახელზეო ლიკამ მომწერა მარიტა შენ ახარ ოქროს გოგო მარიტა შეიძლება ბევრი აკეთებთ და დარწმუნებული ვარ რომ სხვებიც მიხსენიებთ თქვენ ლოცვებში და ეკლესიაში როცა ხართ ყველას დიდი მადლობა ამ ორ ადამიანს იმიტომ ვამბობ რომ კომენტარში დაიწერა და მარიტამ დამიწერა რომ ამ კვირაში იყოვო მიცვალებულების მოხსენიებაო და დედა შენიცო მოიხსენიესო და აი ამას როგორ გითხრათ არ ვიცი ან რანაირი მადლობა უნდა თქვა და ან არ ვიცი ხო და ყველა ადამიანს ხალხო ყველა ვინც ჩემთვის სიკეთით ხართ განწყობილი ცუც არავის არ უსურვებ გინდაც გეზიზღებოდეთ მე თქვენ ცუც არ გისურვებთ არა ყველას კარგს უსურვებ მაგრამ ამ ადამიანებს ვინც ასე არ ჩემს მიმართ განწყობილი და ჩემი ქმრის მიმართ და ჩემი ოჯახის მიმართ ყველას აი მე ჩემი დალოცვა რა თქმა უნდა მე უნდა დაგლოცოთ და მეც მადლობა გადაგიხადოთ და ღმერთს ვთხოვრო სულ სიკეთით სიხარულით სიყვარულში დაგიბრუნდეთ ყველაფერი და თვითონ ღმერთმა ხო ჩემზე კარგად იცის ჩემზე უკეთესად იცის რომ როგორი მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენ ჩემგან ჩემთვის როგორ ვთქვა ხო და აი ხანდახან არის ხოლმე რომ კომენტარებს
ინოჩენტეს ხო ეხა ინოჩენტე არ ატირის კომენტარებზე, მაგრამ აი ძალიან თბება კომენტარებს, რომ უწერთ და თბილი კომენტარები როა და რაღაცა ისეთი არის ხოლმე და ამას სულ თბება, აი გული რაღაცნაირად უთბება და მე ჩემ ბღავილს რა უნდა, კარგად მოვთქვა, შენივრად ხოლმე, კარგად წავივიბღავლებ ხოლმე. ხო და ეგრე. ხო და ძალიან დიდი მადლობა ყველას. ლიკასაც. ლიკა, ორი ლიკა მყავს მე, ლიკა ლეფსვერიძე. გამოვარჩიოთ. ერთი მყავს ლიკა, არ ვიცი როგორი ხარ ლიკა, პირადში წავწერს. და მიყვარს ეს გოგოები. აი, იცით როგორ მიყვარს. აი ლიკა ლეფსვერიძე, არც პირადში ხო არა მაქვს მიმოწერა და ახლა ხო არა პირადად ხო არავის არ ვცნობ. დამიჯერებთ ხალხო რომ მიყვარს. აი მე რომ წერდ, ხო ადრეცა ვთქვი რომ წერდი რა ვიმეორებ მეორდები, მაგრამ სიმართლეა რა. მესმის, ეხლა ბევრი სამჯერა რომ როცა მიწერთ რომ მიყვარხარ ნანა, იმიტომ რომ მეც მიყვარს დაუსწრებლად ადამიანები მართლა. არის ბლოგერები რომ დაუსწრებლად მიყვარს. არიან ისეთი ადამიანები TikTok-ზე, საერთოდ არასოდეს რო არ მიმიწერია, კომენტარი რო არ დამიწერია, ხო? მაგრამ ისეთი სიტბოთი ვარ ბევრი ადამიანის მიმართ და მეც რამდენი წელია ზოგი რამდენი წელია მომდევთ არა. უიმე, გამოწერების საერთოდ არა მაქვს, რატო არ მიწერთ ხალხო, რატო არ მიწერთ? მაინდა-მაინც უნდა რეცეპტები დავდო, რომ ახალი გამოწერები მყავდეს, დავდებ, აი დამაცადეთ, უიმე დღეს პეჩენიებიც გამოსაცხობი მაქვს, მეზარება, მაგრამ ქმარს რომ პატივისცემა უნდა. ამით რო ისაუზმოს არ იქნება. ვაიდამეთ პეჩენიები თუ და ისაუზმოს, პეჩენიას რა ქვია, ორცხობილა. ხალხებო, იცით რა, სულ მოგონებებით ხო ვარ და მახსენდება აღდგომები ერთად ნათესაობა, ოჯახობა, რა ვიცი, რამდენი რამე. ენდროს ქვაბირო დადიოდა კორპუსში, ფინვის მერე და არიქა ზოგი, არა ჯერ მე უნდა შევხებო, ჯერ მე არა, ზოგი ვინც ჭკვიანი იყო და ეშმაკი იყო და მე ბოლოს შევხება, ბოლოს უფრო კარგი კვერცხები გამოდიოდა და ჯერ სხვებმა შეღებეთ ყველამო და თავში პირველები ვინც იყვნენ, იმად ღია ფერის კვერცხი გამოდიოდა და ბოლოს ვინც აღებავდა ის გამოდიოდა ხოლმე ისა კარგი უფრო, იმიტომ რომ ბევრი ნადუღი იყო ენდროთი ღებავდნენ. რა რომელი ენდრო და რომელი ხახვის ძალიან ბევრი ფოჩიც კი არ იყო ხალხო და ისა ხახვის ფოჩი და რა ქვია ჭარხალი უმი ოღონდ უმი ოხარშული არა უმი ჭარხალი და გამოვიდა მშვენივრობა ხო და ეგ შარშანად შევღებე რომელიღაცა წელი იყო რომ არ გავაკეთე არაფერი არ მახსოვს ასე ჩემო კარგებო ხვალე ჩემი ძმის დაბადების დღეა ეხლა უნდა დაურეკო და უნდა უთხრა რა კარგად მოგივიდა მეთქი რომ ორი ხარჯი არ გასწიე ერთი ხარჯით გამოხვალიოლა აღდგომა და დაბადების დღე ერთად მოვიდა და ორმაგი ხარჯი არ დაემთხვევა ერთ იმაში მოათავსებს ყველაფერს უნდა ეგრე დიდიმებს კი არ გასწევენ ხოლმე მაგრამ მაინც მეგობრები ხო ყავს ქართველები მეგობრები ნათლიები რავი ნათლულები ყავთ ასე ჩემო კარგებო წადი ნანა ეხლა წამსერდიო საქართველოში არავინ აღარ არისო თბილისშიო ყველა სოფლებში წავიდაო დარჩითო ვაიმე ვინ იყო ერთი ბიჭი დარჩით სომხები მარტო სომხები დარჩითო თბილისშიო და იმდენი ინდოელი და პაკისტანელი სადღა ინდოელი პაკისტანელი და ირანელი სადღა ადრე მარტო თბილისელები რჩებოდნენ ხოლმე თბილისში ვაიმე ვიღაცის ის შემოხტა მესინჯერში რა მოდის მესიჯი ხო და ასე ჩემო კარგებო
ბედნიერ აღდგომას გისურვებთ. უფლის მფარველობას, წყალობას, ჩვენ გულებში სიყვარულს, რაც მთავარია. ყოველივე სიკეთეს ოჯახებში გისურვებთ. სიყვარულს, ურთიერთგაგებას. ძალიან დიდი რამე არის ურთიერთგაგება. და ურთიერთგაგება კიდე ციდან არა ვარდება, არა ჩვენი ძალის ხმევა უნდა. გუშინ წინ ისე კარგად დავცხე ჩემ ქმარს. არ ვიჩხუბეთ, მე ვეჩხუბე. რა მოიტანა ეგ ამბავი, მანქანაში ვიყავით და მე ვინმეუბნებოდა ადრე ნინო, რა გალაპარაკებთ? ჩვენ სულ დიალოგი გვაქვს, ჩვენ სულ საუბრობთ, ჩვენ სულ ყველაფერზე ვსაუბრობთ, სულ ყველაფერზე. სიმღერებზე, ხელოვნებაზე, ჭორებზე, პოლიტიკაზე, რა ვიცი, მე სულ საუბრობ. მე არ შემიძლია ჩუმად ყოფნა და რა ვიცი, ეს კიდე ჩემზე უარის. ხო და რაზე იყო, აღარ მახსოვს, რაზე მოვაყოლეთ ღმერთო შენ და მიხსენი, არ ვიცი და ეს დღეები და ყავს ჩვენი ექთანი მეგობარი რო არის ხან საყიდლებზე რო წავედით ხილბოსტაზე იქ წავიყვანეთ ჩვენ გადავიხადეთ რაც აიღო ну რა ვიდე გვასეირნებთ რა ხო და Signore, buonasera. Come state? Scusa, ultimamente perché non ti saluti più come si deve? Camargiuca. უკვე მეორედ არის რომ ქართულად არ მოგვესალმებ. რატო არ მოგვესალმე ქართულად მეთქი? მე აქ რა ბამბას ვარჩევ თუ ერთები ხალხი ეგრე ვართ აერში. ხო და გამარჯობა ქართულად გითხრა. ხო და ურთიერთგაგებაზე ვამბობ და ამა რაღაცაზე ვიღაცაზე არ მახსოვს რა ეხლა რო ტყუილად არ გითხრათ იმ ექთანზე იყო რამე თუ ეგ იმაზე მოვაყოლე არის უკვე და მე ვთხარ შენ მეთქი დაიხსომე ყოველთვის გახსოვდეს რომ სანამ ადამიანზე რამე სიტუაციაში ისე რატომ მოიქცა აუცილებლად იმის ადგილზე წარმოიდგინე თავი წარმოიდგინე შენს გააკეთებდი და მე რეხა ისე აკრიტიკე ისამეთქი გასუსული მისმენ და კარგად ავყვიროდი მე ოღონდ ხო და ურთიერთგაგებაზე ვამბობ ურთიერთგაგება ის არის რომ უნდა იფიქრო ის ადამიანი ასე რატომ იქცევა, ასე იმ შემთხვევაში რატომ აქ პასუხობს, ასე რატომ მოიქცა, ასე თუ უნდა ეცადო, თუ მე ერთი ღვთისგარეგანია და მაინც არაფერი ეშველება, არაფერი არ ეშველება ადამიანს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, აი მე მაგალითად ხო ურთიერთგაგება, თუნდაც ეხლა საღამოთი რო უთხარი რომ არ მინდა, გასვლა იყავითქო, ვიყოთ მეთქი, ხო? ხო შემეძლო, ყურებს შუა გავატარებდი რასაც კრუსუნებ და ავდგებოდი, ჩავიცმევდი, ხმას ვერ ამოიღებ და ისე ჩაიცმევდა ეგეც და გავიდოდით. დაიტანდა თავს ძალას, მაგრამ მე რა ნამუსით აბა ხო ვიტყოდი როგორ მეჯავრება ეგოისტობა აი ის რომ შენი თავი უნდა გიყვარდეს იმას რომ ეგოიზმში ურევენ როგორ თქვა აი იგივებენ ეგ ძალიან მეჯავრება ეგოისტი ადამიანი მძულს დაუნახავი სიკეთე დაუნახავი ადამიანი მეჯავრებ აი ну ეხა მე ადამიანებს ერთთან მეჯავრება რო ვთქვა მაგრამ ვერ ვიტან რა სიტყვა მოვიფიქროთ და ეგოისტებს მართლა ვერ ვიტან. არ შემიძლია. ნარცისები, ეგოისტები ჩემთვის ერთ და იგივე არ შემიძლია. იმიტომ რომ თუ ცოტა ალტრუიზმი არა გაქვს, რანაირი ან ქრისტიანი ხარ, ან რანაირი რა ადამიანი ხარ, ან რა ხარ, მარტო მე მიყვარს ეს, მე მომწონს ეს, მე მინდა ეგრე, მე ასე მინდა, მე ჩემი თავი, შენი თავი რო გიყვარს, სხვებიც უნდა გიყვარდეს. იმას არ ვამბობ რომ აი ურევენ იმის არიქ არ უნდა დავემონო არავის და მე უნდა ვიყოფი ეგრე არ არის ნუ ურევთ ის ოქროს შუალედი უნდა დაიჭირო კი ბატონო შენი თავიც გიყვარდეს ის არ არის შენი თავის სიყვარული რამდენად დიდად დაიბერავ ტუჩებს და რამდენ ნახრაც გაიკეთებ პირსინგებს და ან რას გაიკეთებ ეგ არ არის მარტო შენი თავის სიყვარული არა ის რომ შენ თავს პატივისცე, სხვასაც პატივი უნდა სცე, რომ იმ სხვამ პატივი გცეს. თორე შენ თუ მარტო ის მოიქცევი მე, ის სხვა სიტყვის მარტო მე და რა გამოვიდა სამყაროში? არა, მასე არა. აი ახლა მე მაგალითად დავით რგულე ჩემი თავი,
მეც მეზარებოდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მაინც მე სიამოვნებოდა გასვლა. და სხვის ინტერესებს სამაგიეროდ ჩემი ქმარი სხვა შემთხვევაში ჩემი ინტერესებს დააყენებს წინ. აი ეგარი ურთიერთგაგება. მარტო ერთი მხარის გაგება არა. ის როგორ არის ხელეჩო კი არა უნდა იყო მარტო შენკენ მიითლიდე კაცი უნდა ხერხი იყოს გახონდეს და გამოხონდეს იეს არა ობეხეს კაცი უნდა ხერხი იყოს გახონდეს და გამოხონდეს ხო იცით აი ბრძნული ნათქვამები არის ძალიან მართალი რამე ხო ხოდა ეგ მინდა ხოლმე საუბარი მინდა რამეზე მსჯელობა მინდა ვინმესთან რაღაცაზე ვისაუბრო და თქვენ მისაც გაგწდებათ რა ქვია რა თვითი იცი დადის ახლა და ხელებს იქნეს რომ ვითობა და ვარჯიშო უში ვიეფაჩევი la passeggiata fuori Yes. Oh, yes arai mama შენი ნიკოლა კიდე ბებია შენი ჯინა ხოდა ეგრე ეხლა ნერვებს მიშლის Yes. ხოდა თუ ანდესო მიდაინერვი ნერვებს მაწისკნის ხალხებო ეხლა მე აჰა უყურე წიდა უკან Yes. Che stai facendo? La ginnastica? Eh? La ginnastica stai facendo? E stasera che devi mangiare? საღამოთი რა უნდა ჭამო მეთქი ვეკითხებდი არ ვიციო აბა მე სულ არ ვიცი მე ბორში მაქვს io c'ho il brodo mio brodalia Hai detto bolscevico. Caccio dice bolscevicovo bolscevita da dove hai preso mi puoi dire? Di tartara. E chi è tartara? I tartari. No, non lo so che sta com'è. O tartaro, non so. No. Che significa? Una razza barbara. Barbare lo so, ma tartari chi È sono? lo stesso, sono. No, I tartari di noi della Gallia, se non sbaglio. Boh, non lo so. mi ricordo. In italiano, magari in un'altra lingua lo so, ma in italiano non lo so che significa. Non mi ricordo. Basta che dici qualcosa. Non mi ricordo. Ხოდა მერეო მოგვახსენეო ტერეზას სისინიო ამბებიო დამიწერა ჯერ არ ვიცი არაფერი სიახლე ეხლა ეს ვიყიდე რომ ისავქნა ეს რატო აქ ხალხო ამით ეკიდა მაგრამ ეს რა უნდა მოვარ ეს ვიყიდე ესენიც ვიყიდე არ ვიცი მეთქი რა მომივლის და როგორ შევფუთავ და გამოვაყოლე ყველანაირი პარკები. აქაც შემიძლია ჩავდო. აჰა, ლამაზი და მშვენიერი. და ეს ასაწყობი ყუთები ვიყიდე და ვერ ვიცი, come si fanno queste scatole და აი ესე იყიდება გაშლილი და ეს კარტი გავიგე ძირი რო ეგრე უნდა გაუკეთდეს გავიგე. ეხლა აქ არის გასაკვევი. Tu lo sai come si fa? No. ესე რაღაცნაირად უნდა იყოს, მაგრამ რანაირად? მერე გავარკვე რა. ეხლა უნდა ისაქნა გავამზადო. საჩუქარი და ისაქნა რა მოკლედ. ხო, უნდა მომეტანა და ინაჩნიკი მეჩვენებინე და ამავიწყდა და მოვიტან და გაჩვენებთ. Გამარჯობა. Non mi გამარჯობა, კი cosa dovevi dire? გამიკეტა კარები, უყურე შედა არა ხსოვდა ისა, კარგად რო ეთქვა და გამარჯობაო. დაიცა აი მოვიტან იმას. ნაჩნიკი რო დავდგი მეთქი და შეყვავილები აქ იყავი. აი ეს მედგა ვაიდე და პატარა ოთახში სტუმრის ოთახში მედგა და
ასე რომ დაარტყავ ინთებოდა რო შეაერთებ რა თქმა უნდა ხო და არ ვიცოდი სად გადამეგდო უცებ დამარტყა თავში ინოჩენტეს ვთხარი რომ აქ ხო არ წავა მეთქი აბა მოიტანე ისე მოუხდა ისე პატარა ტომბუჩკა რო ვიყიდეთ თქო ხო და ეხლა ესადგა იქ აი ეს კიდევ ეს ხე ესეც იქ დავდგი გვერდზე დავუდგი ეს ხე კიდევ ჩემი მეგობრის გამოგზავნილია რომელიც ჩემივე დიაგნოზით გარდაიცვალა აღარ ამყავს გურჯაანელი მაია ხო და ისე მიყვარს რომ რა ვიცი ვეფერებ, მე ყველაფერს ვეფერებ. აი ამ გამომიგზავნა ესა. ეგრე ხალხება. ეგრეა ჩემი საქმეები. ადე ხანანა, აბძანდი. უნდა ვიბანავო თუ ვიბანაო, არ ვიცი, რომელიც გინდა იყოს ორივე ერთია. და ესა მივხედო აქაურობას, ვახშა მიმოვა, წამლის დარევის დრო მომდის და ასე შემდეგ, ცხოვრება წინ მიდის. გვინდა არ გვინდა. ძალიან მინდა კვერცხი და სახში დედაჩემი ხოღებავდა ხოლმე პარასკევს და ცოტა როგორ გვინდოდა ხოლმე ბავშვები რო ვიყავ და არასოდეს არ გვაჭმევდა. მე ხოცებოდი გატეხილი რო ადე იმაში არ შეიძლება და არ გვაჭმევდა ხოლმე წითელ კვერცხს სანამ არ მოვიდო და კვირა დილა. აი რო ვამბობთ ხოლმე რომ აი რა კარგი იყო და ის პერიოდი განა იმიტომ რომ ის პერიოდი წინა როდისღაც ამბებს რომ მივტირით და სიტყვაზე რა რომ ვიხსენებთ აი რა კარგი დრო იყო და ეს ისაღი და იაფი ასე ისე არა ხალხო იცით რას მივტირით ჩვენ ახალგაზრდობას ჩვენ ბავშვობას მივტირით მეტი არაფერს ჩვენ როცა ვიყავით ახალგაზრდები უდარდელი ბავშვები რა ვიცი 1000 რამე წავედი ახლა მე როგორ ვიცი ხვდები ხოლმე რომ ატაბატავს საუბრო ვიცი რომ არ არის საინტერესო ბევრ შემთხვევაში მაგრამ მე მჭირდება და ვისაც გეყოფათ მოთმინება მიყურებთ ხოლმე ვინც არა და ნუ მიყურებთ ხალხო აი მე დედა გადაახვიეთ, გამორთეთ, გათიშეთ, რავი რაც კიდე ისაკენი. ეს შარფი ვიყიდე ყავისფერ პალტოზე, გასაკეთებლად და წელს ვერ გავიკეთე. თბილი და რაღაცნაირად ამისი რიგი არ მოვიდა. ხო და მომავალ წელს რამე ხალ პალტოს ვიყიდე. თუ ცოცხალი ვიყავი. თუ ცოცხალი ვიქენი. წავედი. კიდევ ერთხელ ხალხო ხვალე თუ ან ხვალიანზე თუ გამოვჩდი ხო კაი. თუ არა წინასწარ გილოცავთ და აღდგომას ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს და კიდევ ვიმეორებ უფალი გფარავდეთ და ჩვენ გულებში კიდე სიყვარული. წავედი აბახე და აბახო.